დროა ჩვენი პროგრამის მთავარი თემა წარმოგიდგინოთ. დღეს უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა უფლებები აქვთ ფეხით მოსიარულეებს და როგორ გეგმავს ორგანიზაცია სახელწოდებით იარე ფეხით მათ მხარდაჭერას. თემაზე ჩვენ ახლა ვნახავთ ანომეზრის შვილის სიუჟეტს, რომელიც მოგვიყვება იმის შესახებ, თუ რა პრობლემები აქვთ ფეხით მოსიარულეებს ქუჩაში. სიუჟეტის დასრულებისთანავე უკვე სტუმართან ერთად დავბრუნდებით. მართალია ახლა ფეხით სასეირნოდ არც თუ ისე კარგი ამინდებია, მაგრამ როგორც შეშფოთებულმა ინგლისელმა ანთროპოლოგებმა კაცობრიობას შეახსენეს, სხეულის ამ ორი ჯადოსნური ნაწილის პირველადი დანიშნულება სწორედ ესაა და არა მანქანის სავარძელში კომფორტულად მოკალათება და პედალზე მიჭერა. თანაც თუ ნიცშეს დავუჯერებთ, ყველა გენიალური იდეა ადამიანს ქუჩაში სეირნობის დროს ებადება, მაგრამ მთავარია ის, რამდენად კომფორტულია ფეხით მოსიარულეებისათვის ჩვენი საყვარელი ქალაქის ქუჩებში გადაადგილება, რა აფერხებს ან რა პრობლემები ექმნებათ მათ სეირნობის დროს. თუ დავუშვათ შორს არ მივდივარ, რომ ვცდილობ რომ ფეხით გავიარო ეს მანძილი, დისკომფორტს რა მექმნის ფეხით სიარულეში, როდესაც დედაქალაქში დავდივართ, მიწისქვეშა გადასასვლელებში არის ცოტა არიყოს და ძალიან დიდი უცნაური სუნი და ნუ ასე შემდეგ ეს არის ჰიგიენის რაღაც კულტურა უნდა შემოვიდეს ისეთი რომ ეს ტუალეტს თავისი ადგილი ჰქონდეთ ჭხილები რო გახსოვთ პირდაპირ თქვათ და მიწისქვეშა გადასასვლელს თავისი ფუნქცია დააკისროს. იყო აქ თავისუფლებაზეც რაღაც არეული, მგონი ფილაქნებს ცვლიდნენ. მიწევდა სხვა ქუჩით სიარული. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე მეუღლესთან ან ბავშვთან ერთად ქუჩაში გავიარო, გავისეირნო. მიქმნის ხოლმე დისკომფორტს ეს ფილაქნები. სასიარულო ძალიან მხერხულია. გაჩერებული მანქანები ძალიან ცუდად, რომელიც აყენებენ და მძღოლებს არ აქვთ საშუალება დააყენონ. ძირითადად მეტი არაფერი. ალბათ შეამჩნევდით, რომ საკმაოდ ხშირად მძღოლები მანქანებს ტროტუარზე აჩერებენ. გრჩებათ ორი ვარიანტი, ან ვიწრო გასაძრომში შეეჭეჭყოთ, ან შუა ქუჩაში გააგრძელოთ სვლა, სადაც იმის გარანტიას, რომ მანქანები არ გაგიტანენ, ვერავინ მოგცემთ. საფეხმავლო სივრცეზე დიდად არც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და მაღაზიის მეპატრონეები ზრუნავენ. თბილისი არ არის ფეხით მავალთა ქალაქი, მე თვითონ ფეხით დავდივარ სულ და ვარ ძალიან ხშირად აღშფოთებული, იმიტომ რომ არის ტროტუარების პრობლემა. ან ტროტუარები ჩაჭრილია და სარდაფში ჩასასვლელები პირდაპირ ქუჩიდან გაკეთებულიას დაუშვებელია. განსაკუთრებით მათთვის არის ეს მოუხერხებელი, ვინც ბავშვებსა და ასეირნებს ეტლებით. შუქნიშნების პრობლემა არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ გადადიხარ შუქნიშანზე პირდაპირ საფეხმავლო შუქნიშანი ანთებულია და მწვანეა და გაჩვენებს რომ უნდა გადახვიდე, მაგრამ ამ დროს მარჯვნიდან და მარცხნიდან აქვს უფლება მანქანას ჩვეულებრივად შემოხვდეს. შესაბამისად, ჩემს სულ ერთია, ეხლა წინიდან დამეჯახება მანქანა თუ გვერდიდან დამეჯახება და მომკლავს. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ეს არის ძალიან აღმაშფოთებული და მორგებულია მძღოლზე და არა ფეხით მავალ ადამიანზე. დისკომფორტს მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობაც ნამდვილად შეგიქმნით. არასესიამოვნო სუნი და სიბნელე იქ ჩასვლას შეუძლებელს ხდის. გამოსავალი არ იყო ზემოდან გაკეთებული გადასასვლელები, რომელიც ერთ ქალაქს ამახინჯებს, ეს რაღაცა რკინის მახინები და მე ძალიან მოუხერხებელია, უნდა ახვიდე, ჩახვიდე, მოხუცები ადიან, ჩადიან, რავალია, ხო? ასევე ჩემთვის არის მიუღებელი, როცა საცხობებია მიწისქვეშა გადასასვლელებში. თუმცა ამ ყოველფრის მიუხედავად ფეხით სეირნობაზე უარს ნამდვილად მოიტყვით. ხოლო ეცადეთ მოერიდოთ ასეთ ადგილებს და თუ მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობას მაინც გადაწყვეტთ, აირწინები არ დაგავიწყდეთ. Tell me love, will we ever know ourselves? True romance. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად ორგანიზაცია იარე ფეხით აქციას მართავს 17 ნოემბერს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ აქციაში და ჩაერთოს თავადაც. ამ თემაზე ვრცლად ჩვენი სტუმარი ისაუბრებს ორგანიზაციის და პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ელენე ჟორჟოლიანი შემოგვერდა. დილამშვიდობის ელენე, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოიცალე და მოხვედი ჩვენთან სტუდიაში. პირველ რიგში, სანამ დავკონკრეტებით და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ტიპის იქნება თქვენი აქცია, მოდი გვითხარი, როგორ დაფუძნდა თქვენი ორგანიზაცია.
ახალია თქვენი ორგანიზაცია როგორც კი, ნამდვილად ახალია ეს ორგანიზაცია, ძალიან სპონტანურად შეიქმნა, ასე ვთქვათ, წელს ზაფხულში, როდესაც ფეხით მოსიარულე უბრალო ადამიანებს ექმნებოდათ პრობლემა გადაადგილებისას, უამრავ დაბრკოლებას აწყდებოდნენ ისინი და გაჩნდა იდეა ჩამოყალიბებულიყო ასეთი პატარა ორგანიზაცია, რომელიც დაიცავდა მათ უფლებებს, გახდიდა პრობლემებს უფრო მეტად გააჟღერებდა ამ პრობლემებს და ასე გაჩნდა იდეა, შემდეგ გახმაურდა ეს იდეა, გამოგვიჩნდა უამრავი თანამოაზრე და სხვა ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ და ახლა რაღაც ასე ვთქვათ პროექტებით ვცდილობთ, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანის დაინტერესება იყოთ აქტიურები და ვისაუბროთ კონკრეტულ აქციაზე ტროტუარი ქვეითებისთვის ესეთია სახელწოდება, ხო? ქუჩის ფოტო კონკურსი და გამოფენა. ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, რა უნდა წარმოადგინონ დეტალები. აი, მით უმეტეს რომ რამდენიმე საათი დარჩა იმისათვის, რომ სრულებმა გაგზავნონ ფოტოები. დღეს სრულდება ზუსტად ყველას, ვისაც უყვარს ფეხით სიარული, ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ამისათვის საჭირო იყო ჩვენ გავაკეთეთ ესეთი ბლანკები, გაფრთხილებები, მოდი ვაჩვენოთ ჩვენ მაყურებელს, ჩვენ გვაქვს საშუალება, შენ სად არის განთავსებული ეს ბლანკები? ეს განთავსებული იყო იმელის შენობასთან, მთელ პერიმეტრზე, ანუ იქ კედელზე, არიგებდნენ ჩვენი მოხალისეები ასევე, ვისაც არ შეეძლო რომ გადმოეტვირთა და ამას ეკნა და ამიტომ ესენი შეეძლოთ განეთავსებინათ დამაბრკოლებლად გაჩერებული მანქანის საქარე მინაზე, გადაიღოთ ფოტო და უბრალოდ გამოეგზავნოთ ჩვენს იმეილზე. ჩვენ ამ ყველა ფოტოს შემდეგ 17-ში უკვე გამოიფინება ეს ფოტოები კედელზე და ლატარიის პრინციპით მე წამახალისებელ საჩუქრებს გადავცემთ გამარჯვებულებს. და პრინციპში საკმაოდ კარგი საჩუქარია, ხო? კი, ნამდვილად ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის ეს კეტები, რომელიც გათამაშდება, კონვერსის კეტები, მშვენიერი საჩუქარი იქნება ალბათ. და არც თუ ისე იაფასიანი სხვათა. და პირველ რიგში ალბათ იმისათვის რომ იბრძოლონ ადამიანებმა თავიანთი უფლებების დასაცავად, ამ შემთხვევაში ფეხით მოსიარულეებმა აუცილებელია რომ კონდეთ სათანადო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. კონკრეტულ აქციაზე, რომელიც 17 ნოემბერს იგეგმება, რა სახით მიაწვით მათ ამ ინფორმაციას? ინფორმაციები პირველ რიგში, ან პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ ესეთი ბროშურების სახით გავავრცელოთ, ან ჯერ ვინ ვართ, წარვადგინოთ ჩვენი თავი, გავაცნოთ ჩვენს მაყურებელსაც და ასე დავატანეთ, ასე ვთქვათ, პატარა წესები, რომ ინფორმირებული იყოს მეტად მოსახლეობა, თუ რა უფლებები აქვს მათ, რისი გაპროტესტება შეეძლებათ მომავალში და რისთვის რა მიზნებით მოვედით ეს პატარა ორგანიზაცია და რა ნაბიჯებს გადავდგავთ სამომავლოდ, რა გეგმები გვექნება ეს. ნუ ალბათ იდეის გაჩენა არ არის რთული და არ იყო რთული, რადგან პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ საინტერესოა, რაიმე კონკრეტულმა შემთხვევამ ხო არ განაპირობა თქვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ამ კონკრეტული იდეის დაბადება თუ ზოგადად აი პრობლემების შემდეგ მიხვედით ამ ნაბიჯამდე? არა, თვითონ ეს პრობლემა იმდენად აქტუალურია, მე მგონი და იმდენად ყველგან ხდება თბილისის ქუჩებში, რომ ეს კონკრეტული ის აღარ ყოფილა, უბრალოდ ყველგან, სადაც არ გაიხედავთ, თუნდაც მანქანა გიშლის ხელს, იქ რაღაც გადათხრილია, იქ სადღაც უნდა გაძვრე, გამოძვრე, რაღაც ბეწვის ხიდებზე უნდა ირბინო, ასე ვთქვათ. ამიტომ ესე მიწისქვეშა გადასასვლელებს შეიძლება მოიწამლო. და იმელის შენობაც საგანგებოდ შეირჩა, რადგან ძალიან დიდი ხანია უკვე შემოღობილი ეგ და ფეხით მოსიარულეებს მით უმეტეს ცენტრალურ გამზირზე არ აქვთ იმის საშუალება, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ, ხო? ძალიან ბევრია პრობლემა. ეს ამოყრილი ქვაფენილი, შესაძლოა თქვათ დაბინძურებული მიწისქვეშა გადასასვლელები. მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ორი მხრივია, მე ვფიქრობ, პრობლემა. ერთი ეხება ზოგადად ფეხით მოსიარულეებს და მეორე ეხება უკვე მძღოლებსაც და იმ ადამიანებს, ვინც აბინძურებს. ანუ სამი გამოვიდა სულ საბოლოო ჯამში, თუმცა დავიწყოთ იმით, რა სახით გეგმავთ, რომ მიაქცევინოთ უფრო მეტი ყურადღება იმ ადამიანებს, ვინც ზემოდან გადადის მიწისქვეშა გადასასვლელზე და არ სარგებლობს ამ მიწისქვეშა გადასასვლელით იმის მიუხედავად რომ ზოგიერთ ადგილას ნამდვილად უკვე მოწესრიგებულია ის. დიახ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გსურს რომ გავაკეთოთ სხვადასხვა არტისტებს შევთავაზოთ, რადგან მოცულობითი ინსტალაციები, რაღაც ხელოვნების ნიმუშები, რითიც მივიქცევთ ყურადღებას და აქცენტს გავაკეთებთ, აი თუნდაც მიწისქვეშა და ზედა აი ზებრა გადასასვლელებზე, რომ შეამჩნიონ ადამიანებმა, მძღოლებმაც დაინახონ და გამოიყენონ ეს გადასასვლელები, ანუ რაღაც პატარა აქცენტები გაკეთდება ქალაქის სხვადასხვა კუთხეებში, ქუჩებში და შემდეგ რა თქმა უნდა დაინტერესებაც იმედია გამოჩნდება, ანუ ამითი ვიზუალური ეფექტით შევეცდებით მივიქციოთ მეტი ყურადღება ამ პრობლემების მიმართ. და სხვათა შორის ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენ საუბრობთ ამ ყველაფერზე ახლა, მაგრამ განსაკუთრებით მინდა რომ აი ზებრას პრობლემას შევეხო, როდესაც
კანონში წერია, კანონი ითვალისწინებს იმას, რომ როდესაც ადამიანი ზებრაზე გადადის, ძღოლი ვალდებულია მიუხედავად ჩუქნიშნის ფერისა და ყველაფრის მიუხედავად დაუთმოს ზებრაზე ფეხით მოსიარულეს გზა და შემდეგ გააგრძელოს სიარული. საქართველოში, თბილისში არათუ დაგითმობენ, არამედ თუ არ მოერიდე მანქანა, შესაძლოა შენი სიცოცხლეც კი არ მოჩნდეს საფრთხეში. ზოგიერთ ადგილას ზებრასთან არც არის შუქნიშანი, ეს უკვე გულისხმობს იმას, რომ უნდა დაგითმოს. რა თქმა უნდა, კი. და აქაც გეგმავთ იმას, რომ თვალსაჩინოებისთვის რაღაც მინიშნების რაღაც წამახალის საინტერესო და სახალისო მინიშნებები დაიდგმება, თავდაპირველად რომ მიიქციო ყურადღება და იმედია საერთაშორისო გამოცდილება საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. ძალიან ბევრ ქვეყანაშიც მიმართავენ სხვადასხვა აქციას იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ფეხით მოსიარულეთა უფლებები დაცული. თქვენ რომელიმე კონკრეტული მოდელი ან მაგალითი ხომ არ აიღეთ იმისათვის, რომ უფრო კარგად დაიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები? დიახ, ჩვენ რაღაც მაგალითები ვნახეთ სხვადასხვა ქვეყნებში, როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში, ანუ გარდა იმისა, რომ გარკვეული პირები მუშაობენ ქალაქის თვითმმართველობებში და ასე შემდეგ, ანუ აქცენტი კეთდება უფრო აი ქუჩაში გაკეთებულ ვიზუალებზე, ან ინსტალაციებზე, რაც უფრო მეტ ყურადღებას იწვევს და იჩენს ამის გამო და ჩემი აზრით აქაც უნდა გაკეთდეს ასეთი რაღაცეები, ან ჩვენ ნახეთ უფრო კონკრეტული მაგალითად რა გითხრა რამე იდეები თუ კი, კი, რა თქმა უნდა, აი მაგალითად ჩინეთში რაც გაკეთდა, ეს მაგალითად შეგვიძლია ნახოთ ჩვენს Facebook-ზე. ხედავ ჩვენი მაყურებელი ამას. დიახ, ეს ხე, რომელიც სიმბოლური საკმაოდ ისეთი დატვირთვა აქვს, გააკეთეს ფეხით მოსიარულეებმა, დასხმული იყო ეს მწვანე საღებავი და გაამწვანეს ხე, ანუ რამდენად სასარგებლო არის ამას უსვავს ხავს ფეხით სიარული, ვიდრე მანქანის მართვა, როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე და აი ასეთი ტიპის რაღაცეები ჩვენთანაც გაკეთდება, ანუ ჩვენ უკვე მუშაობთ სხვადასხვა მხატვრებთან, ქუჩის არტისტებთან, იმიტომ რომ დაინტერესებული ვართ ამ სფეროთიც და გვინდა უფრო აქტიური იყოს ეს ყველაფერი ქუჩაში მეტი რამ ხდებოდეს. და აი როდიდან გააქტიურდებით, როდიდან შეიძლება თქვათ ვიხილოთ გავსი რამ ჩვენ ქუჩებში და თუ თქვათ მე სიტყვაზე ან ნებისმიერ მოქალაქე ვერ ხვდება და ვერ აცნობიერებს იმას, რომ არ დაარღვიოს წესები, აი თქვენ დაეხმაროთ ამ ყველაფერში. ანუ აი ხა ზეგ რახანეს არის პირველი ესეთი შეხვედრა, ყოველთვიურად დავგეგმავთ რაღაც ესეთ პატარ-პატარა ღონისძიებებს, ვნახავთ რამდენად აქტიური იქნება ჩვენი მაყურებელიც და რამდენად დიდი იქნება ინტერესი და ყოველთვიურად შევთავაზეთ რაღაც პროექტებს, ღონისძიებებს, გამოფენებს, თუნდაც გსურს რომ ისეთ ლოკაციებზე განთავსდეს, სადაც მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს შეეძლებათ მისვლა და ამ მხრივ შევეცდებით Facebook-ზე ყველანაირი სიახლე შეიძლება იხილოს ჩვენ მაყურებელს. და თუ გეგმავთ რომ შეეხოთ ისეთ პრობლემას, როგორიც არის რკინის ხიდები, გადასასვლელები, რომელიც ერთის მხრივ ძალიან კარგია ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან მათ შეუძლიათ ისარგებლო ნამით, თუმცა მეორეს მხრივ თქვათ ფეხით მოსიარული, რომელსაც თან ხავს ბავშვი ეტლით, ვერ ისარგებლებს ამ ხედით და ასევე ვერ ისარგებლებს ამ ხედით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. თუ გეგმავთ რომ შეეხოთ ამ პრობლემას და რა ფორმით? კი, რა თქმა უნდა, ამაზაც გეგმავთ. ჩვენ შემდეგი ვიდეო, აი როდესაც გამოვა ჩვენს Facebook-ზე, თქვენ თუ შეგიძლიათ აჩვენოთ ეს ვიდეო, არ ვიცი. ეს Facebook-ზე კი, ჩვენი მაყურებელი ხედავს ახლა. დიახ, ეს ეხება სწორედ ამ პრობლემას. და თუნდაც უნარ შეზღუდული ადამიანები, რომლებიც ასევე ითვლებიან ქვეითად, ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც ეტლში ზის, ითვლება ქვეითად და რა თქმა უნდა, ბავშვიანი დედები, მათთვის საშინელება უბრალოდ დღეს თბილისში გამოსვლა, ვერ გადადიან ვერც ამ რკინის გადასასვლელებზე. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით მათი უფლებებიც დავიცვათ, რაღაც ისინი გავაკეთოთ, რომ უფრო მარტივი და კომფორტული იყოს მათთვის ქუჩაში გადაადგილება. თაკო, აი რა მაინტერესებს? ელენ, უკაცრავად. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ალბათ შედარებით უფრო გამოსწორდა პრობლემა უნარ შეზღუდულ ადამიანებთან დაკავშირებით, რადგან გააკეთდა მიწისქვეშა გადასასვლელებში, თუნდაც ის სპეციალური ჩასასვლელი, რომელთაც უნდა ისარგებლოს. თუმცა ამ შემთხვევაში თუმცა არა ყველგან. ხო, რა თქმა უნდა, არა ყველგან და ალბათ ამაზეც თუ გააკეთებთ ყურადღების აქცენტირებას, ალბათ ძალიან კარგი იქნება. თუ არის შესაძლებელი თქვენთან თანამშრომლობა
ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის იგივე გაწევრიანება ორგანიზაციაში და რა სახის იქნება ეს თანამშრომლობა? რა თქმა უნდა, ყველა მსურველს, ვინც დაინტერესებული ამ პრობლემით და სურს რაღაც მეტი გააკეთოს ჩვენთან ერთად, ჩვენ პირიქით ყველას ველით და ვიწევთ ჩვენს ორგანიზაციაში. ისინი შეიძლება იყვნენ მოხალისეები, ყველას ექნება უფლება და შესაძლებლობა გახდეს ჩვენი წევრი, ვისაც იდეა აქვს რამე, ანუ გახსნილი ვართ ყველა მხრივ ამ ტიპის ასე ვთქვათ. ისიც ვუთხრათ, რომ სოციალური ქსელის მეშვეობითაც ამ ეს მინდა და მეთქვა კონტაქტისთვის ალბათ შეგიძლიათ გამოიყენოთ Facebook-ის გვერდი, როგორც ქართულად, ასევე ლათინური შრიფტით იარე ფეხით. სწორედ ასეთია Facebook-ის გვერდის მისამართი და შეგიძლიათ ძალიან მარტივად მისწეროთ ელენე და მისი თანამშრომლები აუცილებლად მოგაქცევენ ყურადღებას თუ გექნებათ საინტერესო და ისეთი მნიშვნელოვანი იდეა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. აი ესეთია მათი Facebook-ის გვერდი. და ელენე, ისიც მინდა გავარკვიო შენთან საუბრისას, რომ ძალიან კარგია რომ აქტიურობთ ეს ახალგაზრდები და დარწმუნებული ვარ, ბევრი მხარდამჭერიც გამოგიჩნდება თუ ახლოს მომავალში. თუმცა თუ გეგმავთ რომ კონკრეტული მოთხოვნებით მიმართოთ უკვე თქვათ იმ ორგანოებს და უწყებებს, ვინც შეიძლება რომ დაგვეხმაროს ამ პრობლემების მოგვარებაში. და საერთოდ ხო არ იქნებოდა უპრიანი რომ თქვათ ისეთი ორგანიზაციების ჩაგერთოთ, რომ უფრო მეტი ფინანსები მოგეზიდათ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თქვენი პროექტებისთვის, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, ანუ ისეთი ორგანიზაციები, რომელიც დაახლოებით ესეთი ტიპის თემებზე მუშაობენ, ჩვენ მათთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გვექნება და თავისთავად ეს მხოლოდ ღონისძიებების დონეზე არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება რაღაც რეგულაციების და წესების შეცვლა, თვითმმართველობებს უნდა მივმართოთ, რა თქმა უნდა და ანუ რაც უფრო მეტი გამოხმაურება ექნება თუნდაც მთავრობის მხრიდან, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რომ რეალურად გადაიჭრას ეს პრობლემა. და სულ ბოლოს მინდა კითხო, როდის უნდა ველოდოთ შემდგომ აქციას ორგანიზაციის სახელწოდებით იარე ფეხით. შემდგომი აქციები, აი ეს უკვე ჩვენს გვერდზე დაანონსდება, ანუ აი შემდეგი თვისთვის უკვე რაღაც ახალი პროექტები გვექნება. უბრალოდ აი ჯერ ეს 17 ნოემბრის ღონისძიების შემდეგ ამას დავდებთ ჩვენს გვერდზე. უფრო კონკრეტულად დაგეკმოთ. რა თქმა უნდა. წარმატებებს გისურვებთ და ძალიან დიდი მადლობა ძალიან ბევრი ადამიანის სახელით, რომ ესეთი ინიციატივით გამოხვედით და ამ პრობლემას მიაქციეთ ყურადღება. ჩვენს მაყურებელს მე კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ თქვენ გაქვთ დრო იმისათვის, რომ მიიღოთ ფოტოკონკურსში მონაწილეობა, თქვენ უბრალოდ უნდა გადაუღოთ სურათი იმ ავტომობილს, რომელიც თქვენი აზრით არასწორად არის ბორდიულზე გაჩერებული და მიაწოდოთ ორგანიზაციას სახელწოდებით იარე ფეხით. არ დაავიწყდეს ყველა მსურველს, რომ ბლანკიც უნდა იყოს ჩადებული ავტომანქანის საქარე მინაში. ჩვენი სტუმარი გახდათ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი და პროექტის მონაწილე ელენე ჟორჟოლიანი. ჩვენს პროგრამაში რეკლამის დროა რამდენიმე წუთში, პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, ასე რომ არ გადართოთ.